მაშასე მსოფლიოში ახალი უმძიმესი ვირუსი გამოჩნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთშაბათს ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში იშვიათი ვირუსის 2 შემთხვევა დააფიქსირა. არის თუ არა ეს ახალი გლობალური საფრთხე? შეიძლება თუ არა ის გახდეს მომდევნო პანდემიის გამომწვევი და რამდენად დაცულია საქართველო ამ ვირუსისგან. დღეს ამ ვიდეოში ფაქტებზე დაყრდნობით ყოველგვარი პანიკის გარეშე გაგაცნობ სიმართლეს ნიპაჰის ვირუსის შესახებ. როგორ ვრცელდება, რამდენად საშიშია და ზოგადად ყველაფერი, რაც უნდა იცოდე ამ ვირუსის გარშემო. დავიწყოთ. ვირუსი, რომელსაც ნიპაჰი ეწოდება, უმძიმესი ვირუსია. ნიპაჰი, რომელსაც სახელი მალაიზიაში მდებარე იმ სოფლის მიხედვით ეწოდა, სადაც ნიპაჰის ვირუსით დაავადებული პირველი პაციენტი ცხოვრობდა, არის ხამურებიდან ადამიანებზე გადამდები ზოონოზური ვირუსი, რომელიც ადამიანებსა და სხვა ცხოველებში რთულ ინფექციას იწვევს. თუ გახსოვთ, ჩვენ საუბრობდით ჩვენი YouTube არხის სხვა ვიდეოში ხამურებზე და ღამურები არიან ძალიან ბევრი ვირუსის ტარებელი ცხოველები. ის ვირუსები მათ არ კლავს, თუმცა ისინი ამ ვირუსებს ავრცელებენ. მაგალითად, ღამურები ატარებენ ბოლო დროს ეპიდემიების გამომწვევ მრავალ ვირუსს, მათ შორის COVID-19, SARS, MERS, ებოლას, ნიპაჰის ვირუსს, ჰენდრას, მარბურგის ვირუსს და ასე შემდეგ. და კიდევ ბევრ სხვა ვირუსს. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი წყაროდან, პრიმატებიდან, მღრღნელებიდან, მტაცებლებიდან, ჩლიქოსნებიდან და ღამურებიდან წარმოშობილი ვირუსებიდან ადამიანებში ყველაზე ვირულენტულია ღამურების ვირუსები. ამიტომაც არის აუცილებელი ყველა ქვეყანაში გამოკვლეულ იქნას რა ვირუსებს ატარებენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ღამურები. სწორედ ამას აკეთებდა და ალბათ ახალს აკეთებს ლუგარის ლაბორატორია, რაზეც მერე როგორც გახსოვთ, რუსეთიდან წამოვიდა მცდელობა, რომ ამის გამო ლუგარის ლაბორატორია გამოცხადებინათ საფრთხეთ, არადა თავად რუსეთში თავიანთ ლაბორატორიებში უფრო მძიმე ვირუსებს იკვლევენ და თავადაც იგივეს აკეთებენ რუსები. ამიტომაც არ უნდა აყვე მტრის პროპაგანდას. კარგი, დაუბრუნდეთ ნიპაჰის ვირუსს. ვიხილავთ იმისა, რომ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვირუსით დაავადებული ადამიანების ყველა კონტაქტი კარანტინში მოათავსა და ვირუსზე ტესტირებაც ჩაატარა. აზიის რამდენიმე ქვეყანა აეროპორტებში სიფრთხილის ზომებს ამკაცრებს. ზომები მოიცავს მოწოდებას არ იმოგზაურონ ბარასატის რაიონში, ხოლო იმ რეგიონებიდან შემოსული მგზავრები მოწმდება ტემპერატურაზე და სასაზღვრო გადასასვლელებზე მონიტორინგიც ძლიერდება. ასეთი ზომები ბუნებრივია, რომ გამართლებულია, რადგან ნიპაჰით გამოწვეულ დაავადებას ძალიან მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი აქვს. 75%-მდე დაახლოებით. ვირუსი მიეკუთვნება ჰენიპავირუსის გვარს ჰენდრას ვირუსთან ერთად, რომელმაც ასევე გამოიწვია დაავადებების აფეთქებები. ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადეს, რომ ინდოეთის ჯანდაცვის ორგანოებმა ეპიდემიაზე რეაგირების ჯგუფი უკვე განალაგეს, ხოლო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა თქვა, რომ ისინი სიტუაციას აკონტროლებენ. აი რა უნდა იცოდე ნიპაჰის ვირუსის შესახებ, მათ შორის ნიშნებისა და სიმპტომების, ვირუსის გადაცემის წესისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. პირველ რიგში ვთქვათ, როგორ გადადის ეს ვირუსი. ნიპაჰი, როგორც ვახსენეთ, ზოონოზური ვირუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ცხოველებიდან ადამიანებზე შესაძლებელია. თუმცა, ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე, ინფიცირებული ადამიანის სხეულის სითხეებთან ან მჭიდრო კონტაქტით. ასევე შესაძლებელია ვირუსის გადაცემა თუ ხილის ღამურები, ჭარდით ან ნერწყვით სხვადასხვა ხილს დააბინძურებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ნიპაჰის ვირუსი პირველად 1999 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ვირუსმა მალაიზიასა და სინგაპურში როგორც ღორები, ასევე ადამიანები დაავადა. ინფიცირების შემდეგ სიმპტომების გამოვლენა შეიძლება 2 კვირამდე დასჭირდეს, ხოლო უსიმპტომო შემთხვევები ამ ვირუსის დაავადების შემთხვევაში იშვიათია. ინფექციის პირველი ნიშნები არასპეციფიურია და მოიცავს გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა სიცხე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ღებინება და ყელის ტკივილი. ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები, მათ შორის დეზორიენტაცია, ძილიანობა, კრუნჩხვები ან ენცეფალიტი, ანუ ტვინის ანთება. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია ასევე იწვევს რესპირატორულ სიმპტომებს, როგორიცაა ხველა, გულმკერდის რენტგენის პათოლოგიური სურათი. პაციენტების უმეტესობას აღნიშნება ტვინის გარშემო არსებული სითხის ცვლილებები, რაც ხშირად შეინიშნება ტვინის სხვა ვირუსული ინფექციების დროს. ნიპაჰის ვირუსით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 2/3-ში დაავადება სწრაფად პროგრესირებს და კომა შეიძლება განვითარდეს 5-დან 7 დღემდე პერიოდში. მძიმე შემთხვევებში ვირუსს შეუძლია შეუტიოს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც აკონტროლებენ ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა თვალის მოძრაობა, გულისცემა და არტერიული წნევა, რაც ნიპაჰის ვირუსით დაავადებულ ადამიანებში იწვევს შეუქცევად დაზიანებებს.
გადარჩენილები ხშირად განიცდიან დაღლილობას და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ცვლილებებს. ეს ეფექტები ხშირად წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ახლა ისიც ვთქვათ, რამდენად საშიშია ეს ვირუსი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ვირუსი კლასიფიცირებულია როგორც ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონე. ჩვენ ბიოუსაფრთხოების დონეებზე სწორედ იმ ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, უკვე ვისაუბრეთ. ეს დონე უმაღლესი კატეგორიაა, რომელიც მოიცავს ისეთ საშიშ პათოგენებს, როგორიცაა ებოლა და მას აქვს პოტენციალი, რომ ბიოტერორიზმის აგენტად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მხოლოდ რამდენჯერმე დაფიქსირდა, ნიპაჰი მაღალი ლეტალობის მაჩვენებლის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალის ეპიდემიური აფეთქებების გამოწვევის უნარისა და დამტკიცებული ვაქცინების ან მკურნალობის არარსებობის გამო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედ ითვლება. როგორ მკურნალობენ ნიპაჰის ვირუსით დაავადებულ ადამიანს? როგორც ვთქვით, ნიპაჰისთვის სპეციალური ვაქცინა ან პრეპარატი არ არსებობს. ექიმები უზრუნველყოფენ დამხმარე მკურნალობა, ანუ სიმპტომური მკურნალობა. ხოლო იმ პაციენტებს, რომელთაც მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები განუვითარდებათ ნიპაჰის ვირუსის გამო, შეიძლება სუნთქვაში დახმარება დასჭირდეთ. არსებობს მედიკამენტი რიბავირინი, რომლის გამოყენებას დამტკიცებულია ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოს სხვა პრეპარატებთან ერთად და როგორც წერენ, ამ მედიკამენტს შესაძლოა გარკვეული სარგებელი ჰქონდეს ნიპაჰის ვირუსის დროს, თუმცა შედეგები არაერთგვაროვანია. ამჟამად მკურნალობის მეთოდების შემუშავების პროცესშია. ერთ-ერთი მათგანია მონოკლონური ანტისხეული, რომელიც იყენებს ლაბორატორიაში წარმოებული იმუნური სისტემის ცილებს. ისინი ბაძავენ ანტისხეულებს, რომელთაც ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის ვირუსთან ბრძოლის დროს. ასევე იკვლევენ რემდესივირის, ანუ COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენებული ინტრავენური მედიკამენტის პოტენციურ სარგებელს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კარგად მოქმედებს ნიპაჰის ვირუსით დაავადებულ ცხოველებზე. შედეგად საჭიროა ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის რისკის შემცირება და ინფიცირებულ ადამიანებთან მუშაობისას ინფექციის კონტროლის ზომების გატარებით პრევენცია, რადგან ჯერჯერობით სუსტი მედიკამენტი არ არის მიღებული. სად ხდება ნიპაჰის ვირუსის აფეთქებები? ეს ხდება თითქმის ყოველწლიურად აზიის ზოგიერთ ნაწილში, ხშირად ბანგლადეშში, ინდოეთში, მალაიზიაში, ფილიპინებსა და სინგაპურში. ინფექციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბანგლადეშში. ეს იმიტომაა, რომ ვირუსის გადამტანი ხილის ღამურები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ღამურები არიან, ამ რეგიონში ცხოვრობენ. ვირუსი როგორც წესი ვრცელდება დეკემბრიდან მაისამდე, რაც ემთხვევა ღამურების გამრავლებისა და ფინიკის პალმის წვენის შეგროვების სეზონს. ნიპაჰის ვირუსი ასევე აღმოჩენილია ჩინეთში, კამბოჯაში, ტაილანდში, მადაგასკარში და განაში შესწავლილ ღამურებში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინდოეთში დაფიქსირებულმა შემთხვევებმა გლობალური პანდემია განაპირობოს. სამყარო პატარაა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ვინმე დაინფიცირდეს, ახლა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ექსპერტების თქმით, ნიპაჰის ვირუსის შემთხვევები ასევე შეხსენებაა ჰაბიტატის განადგურებისა და კლიმატის ცვლილების პოტენციურად დამანგრეველი შედეგების შესახებ, რამაც შესაძლოა ინფიცირებულ ცხოველებსა და ადამიანებს შორის დისტანცია შეამციროს, რაც უფრო მეტ ურთიერთქმედებას განაპირობებს. დაფიქრება საჭირო. ხილის ღამურები, რომლებიც ნიპაჰის ვირუსს ატარებენ, რატომ შედიან კონტაქტში ადამიანებთან? რა იცვლება ღამურების პოპულაციების გადაადგილების თვალსაზრისით? ტოვებენ თუ არა ისინი გარემოს, სადაც არც ისე ბევრი ადამიანი იყო და ახლა უფრო მეტ დროს ატარებენ თუ არა ადამიანებთან ახლოს? ნიპაჰის ვირუსი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციაა, რაც დღეს ცნობილია მეცნიერებისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ის არ წარმოადგენს გლობალური პანდემიის რეალურ საფრთხეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არ ავყვეთ ჭორებს, შიშს და დეზინფორმაციას, არამედ ვენდოთ მეცნიერებას, კვლევებს და გადამოწმებულ წყაროებს. ზუსტად ამიტომ არსებობს ეს არხი, რომ თქვენამდე მოვიტანოთ არა სენსაცია, არამედ სიმართლე. და თუ გინდა, რომ მომავალშიც იღებდე ასეთ ანალიზს, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ვიდეოებს და მითების დამსხვრევას, გამოიწერე არხი, დააჭირე ლაიქს და აჩვენე ეს ვიდეო სხვებსაც, რადგან გადამოწმებული ინფორმაცია ძალაა. დიდი მადლობა.